მოგესალმებით, ქვემო ქართლის სამაყო ხალხო. აქ, ქვემო ქართლის ისტორიულ მიწაზე, სადაც საქართველოს ისტორიული ბრძოლების უმრავლესობა გაიმართა. ბრძოლები, რომლებმაც ეროვნების მიუხედავად, ყველა ერთ ამაყ და ღირსეულ ქართველ ხალხად შეგვადუღაბა. აქ არის დიდგორი, აქ არის მარტყოფი, აქ წალნისი და ტაბახმელა. ამ მიწის შვილები არიან მარაბდის გმირი ხერხეულიძეები და ერეკლე მეფის ბორჩალოელი მცველები. ამიტომ განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე. ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დღეს საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა დღეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც გვიწევს ბრძოლა. მტკიცე ეროვნულმა და პიროვნულმა იდენტობამ დღევანდლობამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ყოფა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები. ეს იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. დღეს უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ, რომ მერე თავიდან გვითხრან, ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ. საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი ჩვენი იდენტობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ჩვენი თვითყოფადობის გადასარჯენად. მეგობრებო, 26 ოქტომბერს ასევე გადაწყდება შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, თუ ძალაუფლებას კვლავის ხალხი ჩაიგდებს ხელში, ვინც აფხაზებთან და ოსებთან ხელახლა გადებული ნდობის ხიდები ერთხელ უკვე გადაწვა. უკანასკნელი პერიოდის ისტერია ნათლად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი გაერთიანება ოპოზიციის არჩევანი არაა. უკვე კარგად ჩანს, რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ამ გზაზე ისინი მზად არიან უკან მოიტოვონ სოხუმიც და ცხინვალიც და ხაზი გადაუსვან ჩვენი წინაპრების სისხლით შეკრულ საქართველოს საზღვრებს. ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს. ეს გზა რთულიც არის და იოლიც. რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამ ტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არ გავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ. დასასჯელს არ დავსჭით და შესანდობს არ შევუნდობთ. მაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენს შორის იყო და არის. ჩვენ საერთო ოჯახებზე, ჩვენ საერთო სალოცავებზე, ჩვენ საამაყო საერთო წარსულზე და მის ხელახლა გამეორებაზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით. თავადვე დაადასტურეს, რომ ნულია შანსი, რომ მათ ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭირო კონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციული როლი ითამაშონ. ამიტომ არის ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის. მეგობრებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთი დიდი ბრძოლა უნდა მოიგოს საქართველომ. ეს ბრძოლა ისტორიას დარჩება როგორც კიდევ ერთი ქართეხილიანი უღელტეხილი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, რომ გაერთიანდეს, გაძლიერდეს და დაიბრუნოს ის სახელი და დიდება, რომელსაც ჩვენი საერთო დიდი წინაპრების თავგანწირვა და საგმირო საქმეები გვავალდებულებს. ამიტომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი.